და დავიწყოთ ტრადიციულად აფხაზეთით, გაგრაში წვიმს 27 გრადუსი ამბობენ სინოპტიკოსები, სოხუმში 26 გრადუსი დაფიქსირდება, აქაც წვიმიანი ამინდია, ნავარაუდები. ზუგდიდშიც გრძელდება წვიმა 24 გრადუსი, მესტიაშიც გაგვიწვიმდა 20 გრადუსის ტემპერატურა დღის განმავლობაში, რაც შეეხება ფოთს, აქ 25 გრადუსია ნავარაუდები და დღე წვიმიანი იქნება ამ შემთხვევაშიც. ბათუმშიც წვიმს 25 გრადუსი, აი ხავერდოვანი სეზონის მოყვარულებს არ გაუმართლათ, ზუგდიდშიც 25 გრადუსი, ქუთაისში წვიმს და ასევე 25 გრადუსია ნავარაუდები, აი ამბროლაურში გამოანათა სამაგიეროდ 25 გრადუსის თანხლებით. და წვიმს ახალციხეში 20 გრადუსი ტემპერატურა. რაც შეეხება ბორჯომს, აქ 22 გრადუსი დაფიქსირდება და წვიმიანი იქნება დღე ამ შემთხვევაშიც. ბაკურიანში 21 გრადუსი გელით და წვიმა. გორში ცხელა სამაგიეროდ 30 გრადუსი, მზეც გამოანათებს ღრუბლებში, ცხინვალში წვიმს და 26 გრადუსი დაფიქსირდება. სტეფანწმინდაში 20 გრადუსი და წვიმიანი იქნება დღე ამ შემთხვევაშიც. გუდაურში 17 გრადუსი ვარაუდეს სინოპტიკოსებმა, აქაც წვიმიანი დღე გელით, თელავში მზე ანათებს და 31 გრადუსი. რუსთავში 35 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, საკმაოდ ცხელა და ჩვენს დედაქალაქ თბილისშიც არაფერს აკლებს 33 გრადუსიო გვეუბნებიან სინოპტიკოსები, ცოტა მოღუშულია ამინდი დილისთვის, მეც რომ მოვდიოდი რაღაც ცოტა წამოჟინჟლასავით, მაგრამ აი გვეუბნებიან რომ გამოანათებს რომ გამოვდივართ და მოვეშურებით რუსთავიორისკენ. კარგია, როდესაც დღე არის და მზეც წამოგვეწევა. ხო, და მერე ნელ-ნელა გვიბნელდება. პერიოდში უკვე კი ეს ყველაფერი რთულდება და დიდ დისკომფორტს ქმნის. კი,